ენდრიუ კარნეგი, ფოლადის მეფის ცხოვრება და ფილოსოფია, წიგნის ვრცელი განხილვა. მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენი განხილვის საგანია წიგნი, რომელიც აერთიანებს მე-19 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანის, ენდრიუ კარნეგის ორ ფუნდამენტურ ნაშრომს. ესენია მისი ავტობიოგრაფია და ცნობილი ესე, სიმდიდრის სახარება. ეს არ არის უბრალოდ ბიზნეს ლიტერატურა. ეს არის ისტორიული დოკუმენტი იმის შესახებ, თუ როგორ იქცა ღარიბი შოტლანდიელი ემიგრანტი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად და როგორ შეცვალა მან ქველმოქმედების გაგება სამუდამოდ. მოდით დეტალურად განვიხილოთ ამ წიგნში მოცემული ორივე ნაწილი და ის გაკვეთილები, რომლებსაც კარნეგი გვიტოვებს. ნაწილი პირველი. ავტობიოგრაფია. გზა სიღარიბიდან მწვერვალამდე. წიგნის პირველი და ყველაზე მოცულობითი ნაწილი ეთმობა კარნეგის ავტობიოგრაფიას. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რასაც ამერიკულ კულტურაში self-made men, ანუ საკუთარი თავის შემქმნელ ადამიანს უწოდებენ. თხრობა იწყება შოტლანდიაში, ქალაქ დანფერმლინში, სადაც ენდრიუ დაიბადა. ის აღწერს თავის ბავშვობას, რომელიც სავსე იყო გაჭირვებით, მაგრამ ამავდროულად წიგნების სიყვარულითა და თავისუფლების იდეალებით. მკითხველისთვის განსაკუთრებით ემოციურია იმ მომენტის აღწერა, როდესაც კარნეგების ოჯახი უკიდურესი სიღარიბის გამო იძულებული ხდება ყველაფერი გაყიდოს და ამერიკაში გადასახლდეს. ამერიკაში ჩასული პატარა ენდრიუს კარიერა იწყება არა მდიდრულ კაბინეტში, არამედ ქარხანაში, სადაც ის კვირაში სულ რაღაც $1 და 20 ცენტად მუშაობდა. წიგნი დეტალურად აღწერს მის კარიერულ კიბეს, მშრომელი ბიჭიდან ტელეგრაფისტამდე, ტელეგრაფისტიდან რკინიგზის მმართველამდე და საბოლოოდ ფოლადის მაგნატამდე. ავტობიოგრაფიაში კარნეგი გვიზიარებს თავისი წარმატების მთავარ საიდუმლოებებს. ის ხაზს უსვავს დაკვირვების უნარს. მაგალითად, როგორც ტელეგრაფისტი, მან ისწავლა მორზეს ანბანის სმენით გარჩევა, რამაც ის სხვებისგან გამოარჩია. წიგნის ეს ნაწილი სავსეა ბიზნეს გაკვეთილებით. კარნეგი საუბრობს ხარჯების კონტროლის აუცილებლობაზე, ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის სითამაეზე და რაც მთავარია, ადამიანების მართვის ხელოვნებაზე. მისი ცნობილი ფრაზაა: აქ განისვენებს ადამიანი, რომელმაც იცოდა როგორ შემოეკრიბა გარშემო მასზე ჭკვიანი ადამიანები. ნაწილი მეორე. სიმდიდრის სახარება. კაპიტალისტის მანიფესტი. წიგნის მეორე ნაწილი, სიმდიდრის სახარება, არის ფილოსოფიური ესე, რომელმაც თავის დროზე რევოლუცია მოახდინა. თუ ავტობიოგრაფია გვასწავლის როგორ ვიშოვოთ ფული, სიმდიდრის სახარება გვასწავლის როგორ დავხარჯოთ ის გუნივრულად. კარნეგის მთავარი თეზისი მკაცრი და პირდაპირია. ადამიანი, რომელიც მდიდარი კვდება, სამარცხვინოდ კვდება. ის განიხილავს ჭარბი სიმდიდრის განკარგვის სამ გზას. პირველი, დაუტოვოთ შვილებს, რაც კარნეგის აზრით დამღუპელია, რადგან ეს მემკვიდრეებს მოტივაციას უკარგავს. მეორე, დაუტოვოთ სახელმწიფოს გარდაცვალების შემდეგ, რაც მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლეში ფულის გაცემა არ გინდოდა. და მესამე, მისი აზრით ერთადერთი სწორი გზა, სიცოცხლეშივე დახარჯო კაპიტალის საზოგადოებრივი სიკეთისთვის. კარნეგი არ ემხრებოდა უბრალო მოწყალებას ან მათხრების დაფინანსებას. მისი აზრით ფული უნდა ჩაიდოს ისეთ საქმეში, რომელიც ადამიანებს განვითარების საშუალებას მისცემს. სწორედ ამიტომ ააშენა მან ათასობით ბიბლიოთეკა და აფინანსა უნივერსიტეტები და კონცერტული დარბაზები. მას ჯეროდა, რომ კიბე უნდა მიუტანო მას, ვისაც ასვა სურს. დასკვნა და შეჯამება. მთლიანობაში ეს წიგნი არის უნიკალური ნაზავი პრაგმატიზმისა და იდეალიზმის. ენდრიუ კარნეგი გვაჩვენებს კაპიტალიზმის ორ მხარეს, ერთი მხრივ დაუნდებელ კონკურენციასა და ეფექტურობისკენ სწრაფვას, ხოლო მეორე მხრივ უდიდეს სოციალურ პასუხისმგებლობას. წიგნის ენა მარტივია, გულწრფელი და დამაჯერებელია. მიუხედავად იმისა, რომ მოვლენები საუკუნისაძე მეტი ხნის წინ ვითარდება, კარნეგის პრინციპები, შრომის მოყვარულება, მუდმივი თვითგანვითარება და საზოგადოების წინაშე ვალის მოხდა დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც არასდროს. ეს არის წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხოს ყველამ, ვისაც აინტერესებს დიდი ფულის ფსიქოლოგია და ისტორია ადამიანის, რომელმაც ფოლადით ააშენა ამერიკა, ხოლო ოქროთი მომავალი თაობების განათლება.